მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება მიმდინარე კვირის ტაროლოგიურ პროგნოზს. ეს პროგნოზი იქნება ცოტა განსხვავებული იმ პროგნოზებისას, რასაც ადრე ვაკეთებდით და დღევანდელი საჯარო გაშლის ფორმატში ჩვენ ჯერ შევაფასებთ სტიქიისთვის ზოგადად ტენდენციებს კვირის განმავლობაში და მერე ამ სტიქიის წარმომადგენელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ცალ-ცალკე ვიმსჯელებთ. ხოლო სულ ბოლოს ამოვიღებთ კვირის რჩევას ისევ სტიქიის წარმომადგენლებისთვის ერთი არკანით. ამიტომ უყურეთ ყურადღებით, ეს არის 4 ბლოკიანი ვიდეო, თითოეული სტიქიის წარმომადგენლისთვის და მასში შემავალი 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის ცალ-ცალკე, ხოლო ეს გაშლა პირდაპირ ეხება წყლის სტიქიის წარმომადგენლებს. ნახოთ ახლა წყლის სტიქიის წარმომადგენლებო, როგორი იქნება თქვენი ტენდენციები მომდევნო კვირაში. ზოგადად, როგორი ტენდენციების კვირა გექნებათ. ნახოთ. ეს ზოგადი, ახლა ნახოთ თითოეული წყლის სტიქიის წარმომადგენლისთვის, როგორი კვირა იქნება. როგორი კვირა გექნებათ მორიელებს, როგორი კვირა გექნებათ თევზებს და როგორი კვირა გექნებათ კირჩხებს. ახლა კი აი ამ დასტით ამოვიღოთ თქვენთვის საერთო რჩევა მიმდინარე კვირის განმავლობაში. საერთო რჩევა წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. მომდევნო კვირასთან დაკავშირებული საერთო რჩევა. აი ასე ჩემო ძვირფასებო. ნახოთ ახლა კვირის ზოგადი ტენდენციები, სად არის და ცხრიანების პენტაკლები. ტენდენცია კვირის მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგია. საკმაოდ კარგია, სამიანი კვერთხები და არკანის შეყვარებულები. ჩემო ძვირფასებო, კვირა ზოგადად ტენდენციურად, პრინციპში წყლის სტიქიას ვეხებით და აქ უფრო მეტად მოვიდა ემოცია და ილუზიები, გრძნობები, ცოტა რაღაცა მომავალთან დაკავშირებული გეგმები. კვირის განმავლობაში მე ვიტყოდი, რომ აქ თქვენ შემთხვევაში წყლის სტიქიის წარმომადგენლებო ნაკლებად ექნება ადგილი აქტიურ ქმედებებს. ეს უფრო იქნება რაღაცა ან გახსენება წარსულის, ან მომავლის გეგმების დაწყობა, ერთიც და მეორეც, იმიტომ რომ აქ ორივე არკანი მელაპარაკება ერთი წარსულზე, მეორე მომავალზე, მაგრამ ქმედების ნაწილში თქვენ აქ აქტიურ ქმედებას ნამდვილად არ განახორციელებთ. ტენდენციური თვალსაზრისით კვირა ცუდი ნამდვილად არ არის. აი ახლა კი ვნახოთ მაგალითად მორიელებისთვის როგორი კვირა გვექნება. კი ბატონო, აი ჩამოკიდებული კაცი, აქტიური ქმედება არ იქნება თქო და ეს არკანიც ადასტურებს მორიელებო. პრინციპში მორიელებს ხშირად ახასიათებს ხოლმე გარკვეული ტიპის რაღაცა ჩაღრმავება, ცოტა დეპრესიული მიმართულება საკუთარ თავთან. ოღონდ მორიელების დეპრესია გამოიხატება იმაში, რომ რაღაცა იმ განწყობით არიან, რომ ადამიანებს მათი არ ესმით. აი ვერ უგებენ ან ასე შემდეგ. მორიელებო, აქ გაითვალისწინეთ, რომ მოერიდოთ ალკოჰოლს მიმდინარე კვირაში აუცილებლად. არ გინდათ ეს რაღაცა საკუთარი შლეიფის, ემოციური და ნეგატიური შლეიფის ქვეშ გახვევა და შლეიფში გახვევა, პირიქით, ანუ იყავით უფრო მეტი პოზიტივით და ენერგიით სავსე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ენთუზიაზმი, არა მელანქოლია, არამედ ენთუზიაზმი, რომელიც დამყარებულია საკუთარი თავის ღირებულების გაცნობიერებაზე და გაგებაზე, თქვენ ეს დაგიბრუნებთ თვითრწმენას და დაგიბრუნებთ კონცენტრაციას, რაც აუცილებლად გჭირდებათ მომავალში უფრო მეტი აქტიურობისთვის. ეხლა ვნახოთ შემდეგი თევზებისთვის რა არკანი მოვიდა. აქ მოვიდა ხმლების დედოფალი. თევზებო, თქვენ აქ მომდევნო კვირაში მე ვიტყოდი, რომ უფრო მეტად აქცენტირებული იქნებით
არსებული საკითხების გადაჭრაზე. აქ არ იქნება რაღაცა თემა, რომ აი რა პერსპექტივები ექნება მომავალსან ასე შემდეგ. ეს იქნება კი ბატონო, უფრო მეტად მომავლისკენ ორიენტირებული, მაგრამ ეს იქნება აქტიური ქმედება იმ თვალსაზრისით, რომ მიმდინარე საკითხებით დაკავდებით. ანუ არ შემოიტანთ თქვენს რეალობაში რაღაც ახალს, მომავალთან დაკავშირებულს, უბრალოდ ეცდებით, რომ მიმდინარე კვირაში სწორად და ესე დროში დამენეჯმენტებულად ჩახუროთ ის პროცესები, რაც თქვენს დღის წესრიგში დგას ახლა და ამჟამად. აი ახლა კი ვნახოთ კირჩხებისთვის როგორი კვირა იქნება. აი აქაც ნახეთ 4-იანი ხმლები, ანუ პირდაპირ გითხარით, რომ აქ არ იქნება აქტიური ქმედების კვირა, არც ერთი წყლის სტიქიის წარმომადგენლისთვის და ესეც ადასტურებს ეს არკანით, თითოეულმა არკანმა დაადასტურა. კირჩხებო, თქვენ აქ მოგიწევთ მოიცადოთ, შეისმენოთ, დაისმენოთ და ენერგიები აღიდგინოთ აი ამ კვირაში. ძალიან კარგი იქნება კირჩხებისთვის პირდაპირ მნიშვნელობით მედიტაციები, აი არაჩვეულებრივ შედეგებს მოიტანს, განმარტოვება ბუნებასთან, ან ლოცვა, ან სადმე ტაძარში წასვლაც ძალიან კარგი იქნება. თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ კირჩხებო, ძალიან დიდ დადებით ენერგიას და რესურსს აიღებთ საკუთარ თავთან და სულიერებასთან უფრო მეტი სიახლოვით და მარტო დარჩენით. ეხლა კი ვნახოთ რჩევა კირჩხები, ბოდიში, წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და რვიანების თასები. რჩევა ამ თვალსაზრისით შეგვიძლია გამოვიყენოთ და განვიხილოთ იმ კუთხით, რომ სამყარო გირჩევთ უკან მოიტოვოთ ყველა ის ემოცია, რაც აქამდე ან გთრგუნავდათ, ან რაღაცა ისე ტვინში შემომძვრალივით იყო და რაღაცნაირად თავის ადგილს ისე მღრღნელი ჭიასავით მუდმივად გღრნიდათ და იკავებდა. აი ეს რაც გაწუხებდათ, მოკლედ, რაც თქვენს სივრცეს ესე ჩუმად, მაგრამ მაინც წამლავდა და აბინძურებდა, ყველა ესეთი განცდა და ემოცია მოიცილეთ, მოიშორეთ და უფრო მეტი რწმენით შეხედეთ მომავალს, რომელიც ცუდი ნამდვილად არ იქნება. აი ესეთი კვირა გელოდებათ წყლის სტიქიის წარმომადგენლებს. უღრმესი მადლობა, რომ იყავით ჩემთან, ჩემო ძვირფასებო. არ დაგავიწყდეთ აი ამ გაშლის ქვეშ დააკომენტაროთ, რამდენად მოგეწონათ ეს გაშლა, რამდენად კარგია ესეთი ფორმატი, იმიტომ რომ პირველად ვაკეთებ მე ხა თქვენთან და ეს მომცემს უკვე ერთგვარი ანალიტიკის ჩატარების შესაძლებლობას, რას ისმენს ჩემი მსმენელი და რა მოსწონს ყველაზე მეტად. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. გისურვებთ მშვიდობიან და ბედნიერ კვირას.